და როცა ჩვენ ვერ ვახერხებთ ცოდვების დამარცხებას და პერმანენტულად ცოდვაში ვცხოვრობ და ცოდვები პერმანენტულად ჩვენ ცხოვრებაში მეორდება და არა მარტო ცოდვები, არამედ დაცემები. არის ცოდვები და არის დაცემები. ცოდვა არის, როდესაც ცოდავ, ნანობ, ეზიარები, ცოდავ, ნანობ, ეზიარები. არის დაცემა, როცა ეცემი და ვეღარ ეზიარები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამიტომ ჩვენში ხდება ერთის და მეორეს და მეორე არის საშინელება, იმიტომ რომ დაცემას ყოველთვის უნდა მოყვეს წამოდგომა. ღვთის მადლით ხდება ეს. მაგრამ იცოდეთ, რომ ადამიანთა ცხოვრებაში ხდება და მომხდარა ესე. ქრისტიანების ცხოვრებაში დაცემა შეიძლება აღმოჩნდეს საბოლოო, რომ ვეღარ წამოდგეს ადამიანი. ამიტომ დაცემა, ანუ ის ცოდვა, რომელიც ზიარებისგან განგაშორებს, ძალიან საშიში მდგომარეობა არის ფაქტურად სულიერი სიმსივნე, რომლისგანაც ან განიკურნები, ან არ განიკურნები. არავინ არ იცის ეს. ამიტომ, როდესაც ადამიანი მიდის, მოდი ესე ვიტყვი, შეგნებულად დაცემისკენ, იცის რა, რომ მე ვეღარ ეზიარება. მან უნდა იცოდეს, რომ ეს შეიძლება იყოს ბოლო მის ცხოვრებაში. ამის მაგალითები ყოფილა არის და კიდევ იქნება. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ დაცემებთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.